სხვათა შორის მეგობრებო, უნდა გითხრათ ერთი რამ. გუშინ დავპოსტე ესეთი საინტერესო გამონათქვამი, რა თქმა უნდა 200-როვანი, მე 1000-როვან საკითხებს არ ვიპოსტავ ხოლმე, სულ ცოტა 200-როვან და სულ მცირე 200-როვან საკითხებს ვიპოსტავ ხოლმე და ასევე არა მხოლოდ საკითხებს, არამედ სიტყვებს. ხო და რაც არ უნდა გასაგები აღმოჩნდეს მეგობრებო თქვენთვის, აი ეს ფრაზა, რომელიც მე გავაჟღერე გუშინ, რომ იესომ თურმე რანაღდი რამე თქვა, შიგ გაგვთ და გარეთ ეძებთო, ხო? ძალიან აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ზოგიერთისთვის. სხვათა შორის ზოგიერთმა ნარიმანს რატომ იაყენე შეურაცხყოფაო, ისიც კი მომწერა. არა მეგობრებო, ძალიან სიბნელია და გავანათოთ ცოტა. ოდნავ შუქი ავანთოთ, თორემ ძალიან მზე დაწვავს თვალებს ხალხს. ისეთი სიბნელიდან გამოვდივართ ახლა ჩვენ. ზოგიერთი აღშფოთდა იმაზე, როგორ მიაყენე ღმერთს შეურაცხყოფა, როგორ ხუმრო, ეს გოგო ცოტა თავხედობს, ხანდახან ვერ არის და ასე შემდეგ ესეთ რაღაც კომენტარები წამოვიდა, გესმით და მოდი გავნიხილოთ ახლა რა ხდება რა. ალბათ იცით მეგობრებო, რომ ჩვენს ენას და ჩვენს ქართულ ანბანს ძალიან ერჩის კაცობრიობა. არ ვიცი რატომ, არ ვიცი რისთვის, არ ვიცი რა აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ებრძვის, მან არ იცის, რომ თუ კი მას გაანადგურებს, თვითონაც გაანადგურდება. აქედან გამომდინარე არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ამენის გადარჩენას. და სიტყვა ამენის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ თუ გინდათ სხვა დროს, მაგრამ ამენის მნიშვნელობა, რომლითაც ყველა ლოცვა უცხოურ ენაზე თუ ქართულ ენაზე ბოლოვდება, ეს არის წერტილის დასმა. ამენით. ამენით ესმევა წერტილი, მეგობრებო, რომელი ამენით? სიტყვა, რომელშიც გამოისახება და რომელიც აზერს წარმოქმნის იმენით. ესე იგი, რა გამოდის? გამოდის ის, რომ მსოფლიო მმართველთა ძალებმა, რომლებმაც იცოდნენ ქართული ენა და ქართული ენის სიდიადის შესახებ, მიიტაცეს და მიითვისეს ეს ენა და რა თქმა უნდა, ეცადნენ ძალიან ამ ენის დაჩლუნგებას, დადებილებას, შემცირებას და დამცირებას. მოდი ახლა ვთქვათ, სად შეამცირეს და სად დაამცირეს ეს ენა. სწორედ იმ სიტყვებში და გამონათქვამებში, სადაც ჩვენ გვხვდება ასეთი გამონათქვამები, როგორიც არის ჩემი დედა, შიგ ხომ არ გაქვს, რას შემეცი და ასე შემდეგ მეგობრებო. ეს ყველა არის საკრალური დატვირთვის და აი ამ ყველა საკრალური დატვირთვის ამბავი უნდა გაიგოს სრულად საქართველოში. ახლა შეიძლება ზოგიერთისთვის მართლაც შოკი იყო ის, რომ რას კადრულობს იესო ქრისტემ, როგორ გვაკადრებდა ჩვენ იმას, რომ შიგ გაგვთ და გარეთ ეძებთო, ხო? რა თქმა უნდა, ეს იმ ადამიანის დაბინძურებულ თავში სულ სხვა სურათებს ხსნის, ვიდრე იმ ადამიანში, რომელსაც დაბინძურებული თავი არ აქვს, მეგობრებო. აქედან გამომდინარე, ყველა თავისი ენით იმხილება და ყველა თავისი ენისა და წარმოდგენით იმხილება. გესმით, როგორია ეს საკითხი? ენა და წარმოდგენა. ზოგიერთმა მითხრა ნეტა, რომელ თავში და მუხლში იპოვე, ესო მაინტერესებს დამიწერეო და თავში და მუხლში ეს არ მოიპოვება, მეგობრებო, ეს მოიპოვება მხოლოდ გულში. ასეთი საკითხები უნდა ეძებოთ გულში, თუ რატომ ეცადნენ ჩვენი ენის ასეთ დამცირებას, დამახინჯებას და შევიწროვებას. იმის მაგივრად, თუ ჩვენ ყოველ დღე, ყოველ წამს, ყოველ წუთს უნდა ვიძახდეთ, რომ შიგ გვაქვს და შიგ უნდა ვეძებოთ, ხო? სწორედ ეს ამოგვიტრიალეს და დაგვისახეს, რომ შიგ ქონა არის თურმე მხოლოდ იმ ერთ პირველ ენერგეტიკულ ველში შიგ ქონა და არა მაგალითად მეოთხე ენერგეტიკულ ველში. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი იმის მიხედვით გაიგებს, რომელ ენერგეტიკულ ველში ის იმყოფება. კიდევ ერთხელ დადასტურდა და დამტკიცდა ის, რომ ჩემი მაყურებლის 0.1% არის
პირველ ენერგეტიკულ ველში გაჭედილი და მას შესაძლოა მეორე ენერგეტიკულ ველში ასვლას ცდილობს. იგივე მეორე განზომილებაში ასვლას ცდილობს და შეიძლება მას წარმოუდგენია, რომ ის სრულად ქრისტიანია, თუმცა ქრისტიანობა მოიცავს 9 ენერგეტიკული ველის გავლას, მეგობრო. თუ შენ მხოლოდ პირველ და მეორე ენერგეტიკულ ველში ხარ გაჭედილი, შენ აუცილებლად ენის დამცირებულ ვარიანტს დაინახავ, ენის შემცირებულ ვარიანტს და ენის გადმოყირავებულ ვარიანტს დაინახავ. აი ეს იყო და ეს მეგობრებო, ვიდრე თქვენ შეურაცხყოფად იგრძნობდით იმ საკითხებს და იმ ენიდან გამომნადენ სინათლეს, რომელ ენაშიც არის ჭეშმარიტება და რომელ ენაშიც ქრისტია, ანი და ჰოე ვარ, ხო? თქვა ქრისტელი. რომელ ენაშიც ქრისტია, მანამდე თქვენ უნდა ისწავლოთ თუ რომელ ენერგეტიკულ ველებში არსებობენ სხვა ადამიანები და ამ მხრით შეხედოთ იმ საკითხებს, თუ რომელ ენერგეტიკული ველიდან საუბრობენ ესე თუ ის ადამიანები, რომ არ გეგონოთ, რომ დამცირებული და შემცირებული ენით საუბრობენ ისინი. კარგით? აქედან გამომდინარე, თუ კითხვები გაქვთ, აგერ გელოდებით და გაგაგებინებთ კიდე ბევრს თვალით, პირის პირ, ყური ყურს შორის და ვისაც გაინტერესებთ თუ რომელ ენერგეტიკულ ველში ვიმყოფები მე, მობრძანდით, აგიხსნით ყველაფერს და გეტყვით თუ როგორ გამოხვიდეთ მაგ მეორე ენერგეტიკულ ველიდან, რომელშიც გაჭედილი ხართ უამრავი. სამწუხაროდ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სინათლეს ბევრი ჭიაღუაც ეტანება. ამიტომ მე არ მიგვიც ის, რომ თქვენ გაღიზიანდით, არამედ თქვენ ჯერ პირველ ენერგეტიკულ, მეორე ენერგეტიკულ ველებში მოძრაობ და ამ ენერგეტიკულ ველებში არიან სწორედ ისინი, რომლებიც ჯერ არ შობილან ბად, ანუ ბავშვებად ვერ შობილან, ანუ ჯერ კიდევ ესე რომ ვთქვათ, ჭიაღუის როლს ასრულებენ. ნუ გეწყინებათ, რამე თუ ჭიაღუა გარდაიქცევა პეპელად და პეპელა გარდაიქცევა მფრინავ არსებად. ჩვენ კი გარდავიქცევით ბავშვებად. ასე რომ ქრისტეს ტყუილად არ ვთქვავს, რომ იყავით ვითარცა ბავშვნიო. ახლა დაგემშვიდობებით კვლავ, რომ არ გამიგრძელდეს ვიდეო.